გამარჯობათ, მე ჩემო ძვირფასებო, მე კვლავ თქვენთან ვარ. ეს არის ირმას ხმაურის მესამე ეპიზოდი და დიდი მადლობა გამომწერებს და აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube არხზე სტუდია ანტიბიოტიკის ირმას ხმაური. დავიწყებ ტრადიციულად ჩემს ამ ეპიზოდს აუცილებლად უნდა ვიხმაუროთ, რადგან თუმილი არის უსამართლობის თავშესაფარი. თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენ გაგვაქრობენ, ჩვენს ხმას ჩაახშობენ, ძალიან ცდებიან. ყველა კარი რომ ჩაგვიკეტონ, თხემლის ხეზეა ვარ, თხემლის ხეზე და იქიდან ვიყვირებ ძირს ნიკოლოს და ცეცხლი ოლიგარქიასო. აღა ყველა თხემლას ვერ მოჭრიან გურიაში. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო, საკმაოდ რთულ პერიოდში, ურთულეს პერიოდში გვიწევს ცხოვრება, არსებობა, ბრძოლა, მაგრამ ჩვენი გმირი წინაპრების არ იყოს სანამ პროტესტია, სანამ ვაჩმახებთ, მტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. ბოლო დღეებში იმდენი რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ დავთარი ამებნა, საიდან დამეწყო, რომელზე ესე ვთქვათ, ხაზი გამესვა, არ ვიცოდი, მაგრამ როგორც იქნა დავალაგე პრიორიტეტებად და მაშ დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო. სანქციები. ვიღაცას რომ სანქცია პურზე მისაყოლებელი ეგონა, არ ყოფილა ხო მასე საქმე. და მოკლედ სანქციებმა ისე მიაჭირა ქართულ ოცნებას, რომ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე 6500 ხელსახოცი კახალდი შეუკვეთა. ასეა, ჩემო ძვირფასებო, შუბზე გამოსავალი ოფრი რომ კბილებში გამოგივათ. სატირალი ამარას არა უნდა ქნახლა ამ საბლეზე უნდა იცინო ეს ზოგადად საქართველოს მასშტაბით მერიების თემა. მათი ესე ვთქვათ მათ სისულელეს რო არა აქვს სამზღვარი და აი ესეთი ნიუსი რო ჩხორო წყუს მერიას შეუძენია ერთი ნერგი, ესე იგი საკურას ნერგები, რომელიც ერთი ნერგი ღირდა 750 ლარი და კი გამეისხა დღემალი. ხო და არა, ოცნების ამომრჩევლები кайხანია ბალზე ხარდა დღემალში ამთ, მაგრამ იგინე მაინც დღემალი გამეისხა და რა გამეისხა ოზურგეთის მერიამ, რომ არ დადგა საშველი და ოზურგეთის სინკის კუბოები არ აყვავდა. არ აყვავდა, მაგრამ დარჩა, დამკვიდრდა გურიაში ოზურგეთში ფრაზა. სახარ, სავარ და აგერ ვარ, ქოცების კუბოსთან გელოდები. ალბათ ყველას გახსოვთ, კომუნისტების დროინდელი მოსწავლე ვინც ხართ, დავეწიოთ და გაუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. და მოკლედ მთელი ბავშვობა ამერიკის შეერთებულ შტატებს გვიხატავდნენ რაღაც მონსტრს და მახსოვს აი იმ დროინდელი მოსწავლე ვარ და მოკლედ პოლიტიკური მიმოხილვები იყო დიდ დასვენებაზე. და ეს ფრაზა გაუსწროდა და ეს ამერიკა მეგონა რაღაცას ასწავლა. მოკლედ იგივე გრძელდება ხალხო დღესაც. თქვენ ხო არ გონიათ რომ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა რუსეთი იმისი გაგრძელება რა იგივეა, ოღონდ არის რუსეთის ფედერაცია. ხო და ეხლა ძალიან კარგად იცით თქვენ რომ თბილისის სამწუხაროდ ამ ხელისუფლების ხელში გახლავთ მოსკოვის მცირე პატარა ფილიალი. და გრძელდება რა თქმა უნდა ამ სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის დისკრედიტაცია ლანძღვა გინება ხელისუფლების მხრიდან. მოკლედ დაჯდა მოყმე ერთი კობახიძე და დაწერა უსტარი და გააგზავნა ოკეანის გაღმა. ხო და ეხლა ოკეანის გაღმიდან ახლა რა პასუხი მოუვიდო და ავლებულ პრემიერ-მინისტრს და მოკლედ იხტიბარი არ გაიტეხა კობახიძემ და თუმილიც პასუხიაო. მე მინდა უთხრა ბატონ პრემიერს. ირაკლი ბატონო, თუმილი ძალიან ხშირად თანხმობის ნიშანი არა, დაკიდების კი. რა ქნას ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკლედ
ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი ქონდა ტრამპის იმედი, მოატრამპი და გვეშველება, ой, ამას გიზამ და იმას გიზამთო, მაგრამ ნუ ეხლა რაც მოხდა, ხო ხვდები და რა სიტუაციას და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოკლედ რუბიომ გამოვიდა და აშკარად თქვა, რომ ოცნების ხელისუფლება არის ანტი-ამერიკული ხელისუფლება. ახლა ამის საპასუხოდ ის რო ყავთ საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეკარგოთ არსად მაკა ბოჭორიშვილი. მეოვა დასტურებო რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელ ადმინისტრაციას ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს საქართველოს მიმართ. ქალო, მეტი რა უნდა ჩამოგიღალიბონ და დედას ვერ შეგაგინებენ და მეტი რა უნდა ჩამოგიღალიბონ, მაგრამ ჩვენ ახლა ამას ხუმრობთ, ესე ვთქვათ, სატირა მოვაყოლეთ ამ თემას, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზულად გვაქვს ცუდად საქმე ხალხო, იმიტომ რომ ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი აწმყო და მომავალი, თქვენი შვილების მომავალი, ამათ ამომრჩევლებზე მაქვთ საუბარი, აი თქვენ რომ მიჭიპჭიპებული მიყურებთ ახლა და ეძებთ საკბილოს რა გამკრათ და გამომკრათ. აი თქვენ გეუბნებით ზუსტად რომ ქვეყანა ჩაბარებული ყავთ მოღალატეებს, უვიცებს და ყველანაირად ცდილობენ ვისეჭიმები, ბიჭო, ვისეჯგიმები, ბიჭო, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნომერ პირველ ქვეყანას და რატომ ეჯგიბებიან? იმიტომ რომ ჩვენ გამოგვიცხადოს იზოლაცია აბსოლუტურად ცივილურმა ქვეყნებმა და უნდათ რომ ეს გაგვაფორმონ რუსეთში, ხო? ეს როგორ ვერ უნდა მიხდე, ხო? ანუ საქმე არის ის რომ არც საშინაო, არც საგარეო ურთიერთობაში და საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, სანამ თქვენ ამათი ამორჩეველი ამას არ მიხვდებით, ყოველთვის იქნება იმის საშიშროება უკვე რეალურად დგას, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ქვეყანა, ვიქნებით ყანა, უბერნია, წუმპე, უბრალოდ თქვენ შვილებს როგორ ჩახედავთ თვალებში. თითოეულობა ყველას გახსოვთ გურიაში მარტში. რომ არ ჩამოსულიყო მოხალისეები და არ დახმარებოდა ლუკმაპურით, წამლებით, ქსის გაკვალით, ესე თქვა, ამ საწოდა გურიის სოფლებს, ხომ იცით რომ ის არ ახსოვდა 2 მეტრო, 2 მეტრო ნახევართოვში დაქცეული დანგრეული სახლები, ხალხი მშიერი გამოკეტილი, ადგილობრივ მოზურგეთის და გინდა ჩოხატაურის და გინდა ლანჩხუთის ხელისუფლებას, რაღაც ახლომახლო სოფლები გაწმინდეს, ესე თქვა, საჩვენებლად, როგორც ხდება ხოლმე, აგ ესეც კომუნისტური გადმონაშთია, რა თქმა უნდა, ვერ გამოვედით ამ მენტალიტეტიდან და ეს ხალხი იყო უპატრონოდ, კი იცით. და მე ამაზე ატეხენ ამბავი ჩვენ ვეპატრონებითო და რატო ჩამოვიდნენ მოხალისეებიო და ნუ მოსახლეობამ მიხვდა ხომ ვინ-ვინა, მაინც იმ პერიოდში მაინც მიხვდა რომ რამხელა ძალა აქვს მოქალაქეს და მოხალისეობას და საერთოდ ვინაა მათი პატრონი. მაგრამ მთავარი საკითხი არის ის, რომ სახლები დაენგრა და სათავსო მეორადი სათავსო შენობები დაინგრა მოსახლეობას. მათ შორის მეც ცოტა შორის, ხო და? სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 2,5 მილიონზე მეტი თანხა გადანაწილებული იქნა სამივე მუნიციპალიტეტში გურიის. და წარმოიდგინეთ, ახლა ეს ხდება მარტის ბოლოს მოხდა ამის ესე ვთქვათ გამოყოფა თანხის, აპრილი, მაისი მთავრდება, ივნისი და მოკლედ ესე ვთქვათ ადგილობრივი მედია საშუალებების გურიის მოამბის საშუალებით ვგებულობთ რომ საშემოდგომოდ გადაიდო ესე ვთქვათ აი ამ კომპენსაცია აი ამ თითოეულობას დაზიანებული მოსახლეობის სახლი დაინგრა ხალხს. იცით რა მაინტერესებს ეს ოქტომბრამდე არის კიდევ ესე იგი მარტიდან ოქტომბრამდე 7 თვე. ანუ 7 დღის მანძილზე 10 წლიმდეს უნდა ადამიანებს დანგრეულ სახლებში ვერ შედიან. ანუ რა თემა, ანუ ხო ხვდებით ახლა ესენი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მაშინ ესე ვთქვათ მოისყიდიან და მოალბობენ ამ ადამიანთა გულს. ახლა მითხარით მე თქვენ, ამათ იმედად შეიძლება ხალხო იყოთ. ამათ იმედად როგორ შეიძლება იყოთ, რომ თქვენს სტიქიურ უბედურებასაც, თქვენს სახლების დანგრევასაც და თქვენს გაჭირვებასაც საარჩევნო პიარისთვის იყენებენ თხასავით გიყიდიან და გაყიდიან, რანაირად შეგასმინოთ ვერ ხვდები. ძალიან გაგვიხარდება თუ გამოგვიწერთ YouTube არხზე სტუდია ანტიბიოტიკი ირმა სხმაური 1000 გამომწერზე მე გბირდებით რომ შემდეგ ეპიზოდში გავრეპავ, აი ნახეთ თუ არა.
აი მომდევნო ეპიზოდში გავაჯაზებ და მე რა იქნება ვერ გეტყვით. მიყვარხარ. ეხა მეგობარი აქტი. ჩემი კოცი მეზობლები, ახლობლები ხშირად მეკითხებიან, რეიზა ედება ამერიკა ჩვენ საქმეში, ჩვენ ვარ დამოუკიდებელი, ჩვენი თავი გვეკუთვნოთ. ვინგეშ? გეკუთვნოდე, ჟენდარ, მაგრამ ლახატავი რომ გაბიადა, აბდალატავი რომ გაბიადა. ძალიან თუ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ არეალში რომ ხარ, მთელი შენი გადახედება და რა საქართველოს ისტორიას. რითი გადავრჩით, იმით გადავრჩით, რომ მივეტმასნებოდით იმ მშვიდობიან ბანაკს, რომ გადარჩენილიყავით და სული მოგვეთქვა და ერთი თამარი და დავითიდან თამარამდე ვიყავით ოქროს ხანაში, ასე რომ ვიყავით და მერე სულ ჩანჩალ სულ ვიბრძოდით თავის გადასარჩენად, ამოგვწყვეტენ, გავმრავლდებოდით, ამოგვაშამთავდნენ, აღვადგენდით და ხომ უნდა მიხდე რომ აი გლახათავი მარტო ვერ პატრონობ და გეხმარება. ავიღოთ ასეთი რაღაც, აშენებს სახს. ნუ იგივე რა ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, ხო? გეხმარება კაი მეზობელი, გეხმარება მეგობარი. ეგერ თანხა შემოგაწია, ეგერ მეორემ რაღაცა მასალა მოგიტანა, მესამემ გაგამხნევა. ხო და ამფერი მეგობარია, აი ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული რომლებიც წლებია აფინანსებს ყველა პროექტს, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა გინდა, განათლება გინდა, ინფრასტრუქტურა გინდა. ой, რამდენი ტრენინგი და რამდენი ფული აქვენ მუნიციპალიტეტების და გუბერნიებისა დახარჯებული, მაგენის თავში მაინც არ შევიდა და რას მაგენი გრიალობდნენ საზღვარგარეთ, ვიზიტებზე და რაები აქვს დახარჯული ამ დონორ ორგანიზაციებს და ქვეყნებს კაცმა არ იცის, თქვენ უმადურებო თქვენ. მეც ახლა ნახავთ, რომ არ იქნება არც ერთი მერე. ხო და რა ვიცი სამხედრო თვალსა და გეხმარება. ახლა წარმოიდგინე ავი მეზობელი რომელმაც ღობე გადმოგიწია, შენი თხილი მოკრიფა, ხაპი მოკპარა, საქონელი დაგიხოცა, ქათამი დაგიწვიტა, რუსეთი. ხო და გეკითხები ახლა, ასე მარტივად მეტი რაფერ აქვს და გეკითხები ახლა. იავი მეზობელს, მარტო რო ვერ ერევი, აგერ კაი მეზობელი რომ ყავს გვერდში და მეგობარი რომ ყავს. ხომ ეძებ ბიჭო ამას თანადგომას, ხომ ეძებ ვიწყე მიშველე და მეხმარეო ბიჭო და აბა ხანებს დაიბრებით, ბრინჯივით. ხო და მეგობარი აქტი. მეგობარი გვეხმარება. აბა ბიჭო დაინახე რომ ახალგაზრდებს აპატიმრებენ. ამდენი ჯარიმებია, ხალხს აწამებენ. საშინელი მდგომარეობა, მედიას აღჭობენ, არასამთავროებს აღჭობენ, ანუ ტოტალიტარული რეჟიმი მყარდება ქვეყანაში და შეიმუშავა მეგობარი აქტი, რომელიც ალბათ იმედი მაქვს, რომ დაჩქარებულად მიიღებს სენატი და ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს და რა წერია ახლა? ესენი რომ ამბობენ ჩამოყალიბებული, ისეთი კაი ჩამოყალიბებული აქვს შენ მოწონებული, ესე იგი პოლიტპატიმრების გამოშვება. ხელახალის არჩევნები, სამართლიანი დემოკრატიული რეფორმები. მიუკერძოებელი სასამართლო და მთელი თუ ამას შეასრულებენ, პირიქით გააგრძელებენ ჩვენთან მეგობრობას, პირიქით გაგვაძლიერებენ ყველა მიმართულებით. ახლა გეკითხებით, არის თუ არა ეს მეგობრული აქტი ქართველი მოსახლეობისათვის? არის, კოცებისთვის არაა მეგობრული აქტი. ახლა სანქციები. საერთოდ ძალიან წირი ინფორმაცია, ახლა ვინც ხვდება, გაცო, მაგრამ ვინც ვერ ხვდება, ძალიან წირი იცინიან ამ სანქციებზე. შეეკითხეთ ახლა, ვინც დასაქცირდა იმას თუ აქვს სასაცილოდ საქმე. და ზოგადად ეს სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, ბრიტანეთიდან წამოვიდა და კიდე წამოვა, რას უკავშირდება? ძირითადად დასანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეული არიან ადამიანების უფლების დარღვევაში, ძალადობაში, წამებაში, კორუფციაში და არის ორი კატეგორია სანქციების, ანუ ვიზების შეზღუდვა, ანუ რას ნიშნავს ვიზების შეზღუდვა? ვერ შევლენ ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ იმ ქვეყნებმა, ვინც დაასანქცირა და აი საზღვარზე აუცილებლად გამოუჩნდებათ, რომ არიან სანქცირებულთა სიაში და ვერ შევლენ ვერცერთ ქვეყანაში. რაც შეეხება ფინანსურად სანქცირებულ ადამიანებს და სხვათა შორის 250 ზე მეტი, ესე ვთქვათ, ოცნების წარმომადგენელია დასანქცირებული. ფინანსური სანქციებიც, ესე ვთქვათ, კომელაური ხარება და
ოლიგარქი და ფარცხალაძე და ისინი რა თქმა უნდა ფინანსურად არიან დასანქცირებული, ოღონდ ოლიგარქთან დაკავშირებით და ფარცხალაძესთან დაკავშირებით მათ ბრალი აქვს წაღენებული რუსეთთან ანუ რუსეთის ინტერესები, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებლები ქვეყანაში, ხოლო ისინი კორუმპირებულები ესე ვთქვათ, რომ ახსენე ახლა რომ გადადგა ეს გომელაური და მიყვა ხარებაც, ესენი არიან სანქცირებული, ესე იგი ძალადობაში და წამებაში. და ეს არის მუდმივი. მათ ანგარიშებიც დაყადაღებული აქვს, აქტივებიც დაყადაღებული აქვს და თუ ვინმე ესე ვთქვათ, გაბედავს და ამას დაარღვევს მეორადი სანქციები. ასე რომ სანქციები არის სერიოზული თემა და სანქციები არის ის, რითაც შეიძლება შეკავდეს ესე ვთქვათ, ძალადობა მათი მხრიდან ქვეყანაში, ხელისუფლების მხრიდან და ასევე დასანქცირებული არიან ის მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც უსამართლობას აკანონებენ და ასე რომ ელოდეთ კიდევ სანქციებს და ეს არის კიდევ უძლიერესი დახმარება, იმიტომ რომ ეს ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს ქართველი ხალხის თავგანწირულ ბრძოლას გადარჩენისთვის. ეს ნიუსი რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა. აი ძალიან მიყვარს მამუკა მდინარაძე. ყველაზე მეტად ის არის რა. ხო და ისაო ჩვენო ისაო ამბიციური ამოცანა გვაქვსო რომ სოფლიო სამეულში მოხვდეთო. მამუკა სამეულში ხართ უკვე. ფარას კანონი Rajden შენი ჭირიმე, Rajden შენგენ აცვალე. მოკლედ აწე მეზობელი რომ ასე ქვეშიდან გამომხედავს, ან გამარჯობას არ მეტყვის, აშკარა დამსმენია, უნდა მივხვდე. ნუ ესე ხუმრობით თორე, ხო, სხვათა შორის კიდე ეს დასმენების თემა, პორტალი გაიხსნა, ჩემო ძვირფასებო, პორტალი Rajden G და შეგიძლიათ იქ ესე ვთქვათ გააგზავნოთ დასმენების თემა. მოგეთ რა არის ფარა? თანაც ბერიამ შემოუთვალა, ხო იცი ისა Rajden's, ცოტა თხილად იყავი ბიჭო. მოკლედ რო გადავიდეთ მთავარ თემაზე, არის ის რომ ბრუნდება 30-იანი წლების რეპრესიები ჩემო ძვირფასებო და რა თქმა უნდა ამას ვერ დავაბრუნებთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი იბრძოლა თაობებმა იმისთვის, რომ იმ საშინელ წუნფეში არ დაუბრუნდნენ და კაცობრიობამ სხვათა შორის. ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას სურთ, სადაც ვერ ამოიღებ ხმას. ამ რეჟიმს ადამიანის ზულს, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის ზულს ადამიანი, რომელიც თუნს, თქვენც მოგადგებიან. ადამიანი, რომელიც ბევრ ინფორმაციას ფლობს და შემსრულებელიც, თუნდაც პოლიციელი. ამერიკული ფარაო სინამდვილეში გადმოწერენ, სინამდვილეში ეს არის რუსული კანონის გაგრძელება, იმიტომ რუსული კანონი ვერ ამოქმედეს. ვერც ამას ამოქმედებენ. ამერიკული ფარა რუსული და ჩინური ფინანსების გავლენას აკონტროლებდა ამერიკაში. ხოლო ოცნების ფარა აკონტროლებს ამერიკის და ევროკავშირის, ესე ვთქვათ, ფინანსებს ქვეყანაში. ანტიევროპული, ანტიამერიკული. არანაირად არ ეხება რუსულ ფულს. არც იმ ორგანიზაციებს, არც იმ პირებს, ვინც დაფინანსებას რუსეთისგან იღებდა. რატომ? როგორც ვახსენე, თბილისი მოსკოვის პატარა ფილიალია. არ იფიქროთ, რომ ეს კანონი შეეხება მარტო მედიებს, არასამთავროებს, ის შეეხება ყველა პირს, ვისაც კავშირი აქვს უცხოეთთან. დაგირიცხათ ოჯახის წევრმა უცხოეთიდან ფული? თუ არ მოსწონხარ სისტემას და Rajden's, შეიძლება გითხრას, რომ ამას იყენებ პოლიტიკური აქტივობისათვის და შეგეხოს ეს კანონი. ეხება ემიგრაციას. ეხება ყველა აქტიურ ტიპს ადამიანს, როგორც ეს იყო 30-იან წლებში, ვინც არის მოაზროვნე, ვინც არის ღირსეული, ვინც იბრძვის თავისუფლებისათვის და ვინც რეჟიმს არ მოსწონს. ასე რომ ეს არის ძალიან რთული
ურთულესი პერიოდი და ამ ფარას კანონით ძალიან ბევრ ფართო მასებზე გავლენ და მე მგონი საქართველოს საზოგადოება მებრძოლიც ვინც დუნს ამათი ამომრჩეველიც არ დაუშვებს იმას რომ ქვეყანაში განმეორდეს 30-იანი წლების რეპრესიები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. გვაბარია ერთი თავი, სიცოცხლე და სამშობლო. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას. ბოლოს ხშირად მეუბნებიან, რომ რა უნდა ვქნათ ჩვენო. უნდა იბრძოლოთ. სიმართლეს გაუსწოროთ თვალი. გაარჩიოთ მტერი და მოყვარე. და უნდა მიხვდეთ, რომ ოლიგარქის კარის მასხარები ცდილობენ თქვენს გაბრიყვებას, მოტყუებას და ოფსკრულში გადაჭეხვას, ხოლო იმ ადამიანების გაქრობას და პატიმრებას, რომლებიც თავისთვისაც იბრძვიან და თქვენთვისაც იბრძვიან, მაგრამ კბირდებით. როგორც დასაწყისში ვთქვი, ამას ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. ყველა კარი რომ ჩაგვიკეტონ, ყველაფერი რომ ჩაგვიტანოთ, თხემლაზე ავალ, თხემლაზე და იქიდან ვიყვირებ ცეცხლი ოლიგარქიას. ბოლოს გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, მომავალ ჩათამდე არ დაგავიწყეთ რა გითხარით. თუ 1000 გამომწერზე ავა ირმას ხმაური, მეოთხე ეპიზოდში გავრეპავ და ბოლო. სანამ ჩვენ ვართ თქვენს გეშველებათ. ჩვენ რომ არ ვიქნებით? მიყვარხართ?